გამარჯობა, მე ვარ გიორგი რიჟვაძე, ეს არის მე-16 ელემენტის პოდკასტი. დღეს ჩვენთან სტუმარია ვანო აბრამიშვილი, კავკასიური სახლის სამშვიდობო პროგრამის ხელმძღვანელი, რომელიც წლებია ჩართულია სამშვიდობო პროცესებში, განსაკუთრებით კი ქართულ-აფხაზურ და ქართული-ოსური კონფლიქტების კონტექსტში და დღეს მასთან ერთად ვისაუბრებთ ახალგაზრდების როლზე კონფლიქტებში, გაეროს რეზოლუციაზე და იმ ბარიერებზე, რომელსაც ახალგაზრდები აწყდებიან სამშვიდობო პროცესებში. გამარჯობა ვანო. პირველ რიგში მინდა რომ შენი ისტორია მოგვიყვე, როგორ მოხვდი აი ამ სფეროში და როგორ დაიწყო შენი ჩართულობა სამშვიდობო პროცესებში ზოგადად. კი ბატონო, გამარჯობა გიორგი, მივესალმები თქვენ მსმენელებს და მაყურებლებს. მე წმინდად აკადემიური კუთხით ვიყავი დაინტერესებული თავიდან, უფრო მეტად ესე იგი რუსეთის კვლევების მიმართულებით მაინტერესებდა ეს საკითხები, თუნდაც კონფლიქტები და მე და ესე ვთქვი პროცესში მივხვდი რამდენად ინტერდისციპლინარულია თვითონ მშვიდობის კვლევები და როგორ არ შეიძლება მისი დავიწყროვება მხოლოდ ან გეოპოლიტიკაზე, ან საგარეო პოლიტიკაზე, ან საფრთხოებაზე და ასე შემდეგ. და მოიცავს მთელ რიგ სფეროებს, დაწყებული თუნდაც რელიგიის კვლევებიდან, ფსიქოლოგიიდან, დამთავრებული მართლა უშუალოდ რაღაცა სამხედრო ტექნიკური ანალიზით. აქედან გამომდინარე, ვცდილობ რომ ბევრ თემას შევეხო ერთდროულად. ცხადია, ჩემი მთავარი ფოკუსი მაინც რჩება ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ, ასე ვთქვათ, მოუგვარებელ კონფლიქტებზე, მაგრამ ასევე რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია აქ სწორედ საზოგადოების სხვადასხვა ფენის დანახვა და მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებს ძალიან დიდი როლი აქვს ამ მიმართულებით. ზოგადად ახალგაზრდები რამდენად აქტიურად არიან ჩართულები სამშვიდობო და მშვიდობის შემოვლების პროცესში და აი რა ბარიერებს აწყდებიან ისინი დღესდღეობით. ხო, ზოგადად გლობალურად ვიტყოდი, რომ აბსოლუტური ციფრებით ამდენი ახალგაზრდა ადამიანი დედამიწის ისტორიაში არ ყოფილა, მაგრამ ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გლობალურადაც ახალგაზრდები და მათი ძალიან დიდი ნაწილი დაახლოებით ყოველ მეოთხე არის კონფლიქტით დაზარალებული. მაგრამ ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გლობალურად ფორმალურ პოლიტიკურ გაწყვეტილების მიღებაში ახალგაზრდების დაახლოებით 2-3% მონაწილეობს, ხო? აქედან გამომდინარე, მთელი რიგი აცდენა არის, ესე იგი, აი ამ დემოგრაფიულ სურათსა და იმაზე, თუ ვინ წარმოადგენს მათ. და ჩვენთან ესე იგი ძალიან ბევრი სტრუქტურული ბარიერია, რისი გადალახვაც უწევთ ახალგაზრდებს იმისთვის, რომ იყვნენ ჩართულები სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესებში, ხო? მათ შორის აი ამ მშვიდობის სფეროში და აქედან გამომდინარე ძალიან დაბალია მათი მონაწილეობა, იმიტომ რომ მთელი რიგი პრობლემები არის დაწყებული სოციალურ-ეკონომიკური, დამთავრებული კულტურული საკითხებით. და ალბათ ამას უფრო გავშლით ახლა საუბარში. კი ბატონო, აი ზუსტად ეგ მაინტერესებს, რა სიღრმისეულ პრობლემებს აწყდებიან ახალგაზრდები, როგორც ვთქვი, თვითონ ახალგაზრდების ჩართულობა კონფლიქტის და მშვიდობის შემოვლების საკითხებში კომპლექსურია და აი დაახლოებით რომ გამოვყოთ რამდენიმე ესე თქვა ძირითადი ბარიერები, რასაც ახალგაზრდები აწყდებიან ამ პროცესში ჩართულობაზე და ზოგადად გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის დროს. კი ბატონო, ანუ პირველ რიგში ჩვენ ახალგაზრდებს უნდა შევხედოთ ისეთ დემოგრაფიულ ჯგუფს, ყველაზე მსხვილ დემოგრაფიულ ჯგუფს, რომელსაც აი ესე მასობრივად უდგას სიღარიბის პრობლემა ქვეყანაში, ხო, საქართველოში. აი რომ ნახოთ, თუნდაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, რომელიც ხშირად მაინც არ იწვევს ხოლმე სანდოობას, აი მანდაც კი ამ ციფრებიდანაც კი ჩანს, რომ ყველაზე სოციალურად მოწყვლადი ჯგუფი საქართველოში არიან ახალგაზრდები. ანუ სიღარიბე, დასაქმება, საბინაო ფონდზე ხელმისაწვდომობა, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ასე შემდეგ, მთელი რიგი სტრუქტურული პრობლემებია. ეხლა ესეთი საბაზო პრობლემების წინაშე რო დგანან ახალგაზრდები და მე ეს პრობლემები უფრო და უფრო განსხვავებული არის
რეგიონების მიხედვით და ასევე მე რეგიონებში მაგალითად ზღვის დონიდან რა სიმაღლეზე არის, ხო, ანუ გულისხმობ მაღალმთიან რაიონებში კიდევ უფრო მეტად ამგვარი პრობლემებია. ხო და შესაბამისად, აი ესეთი საბაზისო სტრუქტურული პრობლემის გადალახვა რო გიწევს, იქ ძალიან რთული არის მე იფიქრო ჩართულობაზე, ხო? მაგრამ კარგი, დაუშვათ, რომ ეს ყველაფერი გადალახული არის. მე მთავარი პრობლემა ახალგაზრდების და ყველა კულევიდან რა ჩვენ ჩაგვიტარები არის განათლების საკითხი. ანუ და თვით დაჯერებულობა ახალგაზრდების რომ აი მათ შეუძლიათ რაღაცა პოზიტიური და განსხვავებული და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ აი ამ სამშობლო პროცესებში და გაზრდილების მიღებაში, ხო? და განათლება რატოა მნიშვნელოვანი? განათლება გაძლევს თავდაჯერებულობას, გაძლევს რაღაცა სფეროში ესე იგი გარკვეულწილ ლეგიტიმაციას, რომ შენ ეს თემა იცი და შენ სიტყვას აქვს მნიშვნელობა, ან მოგისმენენ, რაღაცა შეიცვლება შენი საუბრის შემდეგ და ასე შემდეგ, ხო და აი განათლების სფეროშიც კი ჩვენ ვიცით რამხელა პრობლემებია, რამდენად არ იძლევა ის, ესე იგი, აი ესეთ პირველ რიგში პოლიტიკურ ცნობიერებას ახალგაზრდებში და მეორე მხრივ უბრალოდ აი დარგობრივადაც ძალიან ბევრი ჩამორჩენები და პირველ ყოვლს ეს გამოიხატება ხოლმე განუახლებელი ცოდნით რაღაცა ესე ვთქვათ საბაზისო დონეზეა ჩარჩენილი ეს სწავლების პროცესი და რო ნახოთ რომელიც მასალებით მიდის სწავლა ან რამდენად აქვს ამ ახალგაზრდებს ანალიტიკურ უახლოეს განახლებულ ანალიტიკურ წყაროებზე, რა ვიცი, მე მგონი საგანგაშო მდგომარეობა ამართულებით, ხო? აქედან გამომდინარე, განათლების სფეროში ძალიან ბევრი პრობლემაა და მე ცხადია ვაწყდებით უკვე რაღაცა კონკრეტული სფეროების ჩაკეტილობას და ზოგადად აი ამ დემოკრატიულობის ხარისხის ვარდნას ქვეყანაში. ჯერ ისედაც ძალიან დაბალ დონეზე იყო ღიაობა ამ სფეროში. ზოგადად ხო არ პოლიტიკოს მიღების პროცესში და ეხლა კიდე საერთოდ ხედავთ რა ტენდენციებია საერთოდ თვითიზოლირებული არის ესე იგი ეს მართველი პარტია და არავის არ ხედავს საერთოდ მათ გარდა ერთმანეთსაში, იმიტომ რომ შიგნითაც ხედავთ რომ რაღაცა თლად ვერ არის ბოლომდე ნორმალურად საქმე. აქედან გამომდინარე ახალგაზრდებისთვის მით უმეტეს იმ ჯგუფისთვის, რომლის იდენტობა არის გარდამავალი და იმიტომ რომ ახალგაზრდა ხალხი ხოლმე რაღაც გარკვეული პერიოდი აღიქმება ხოლმე რაღაცა ზედაპირულად და ნუ აი რაღაც რომანტიზებულია, რომ მათი აი ეს გაღატაკებული მდგომარეობა, რომ თითქოს ესე უნდა იყოს და ყოველთვის გადატანილი არის მათზე საუბარი მომავალში და არასდროს ისინი აწმყოს არ წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე, მთელი რიგი პრობლემებია და ამას ემატება მე რა თქმა უნდა მიზანმიმართული დემონიზება, აი ახლაც ქვეყანაში ავითარებაც არის, ხო, იგივე აი ამ აქციებს დაკავებულ ადამიანების მიზეზი საშუალო კი რომ ნახოთ ძალიან დაბალია. აქედან გამომდინარე ეს ახალგაზრდების მიზანმიმართული დემონიზება, რაღაც მათი აგრესიულ ჯგუფად გამოყვანა და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ცხადია კი დამატებით კულტურულ სტერეოტიპულ ბარიერებს ქმნის. აქედან გამომდინარე მთელი რიგი პრობლემებია, რის გამოც უბრალოდ ფიზიკურად ვერ ახერხებენ ახალგაზრდები გავლენის ქონას პროცესებს. თვითონ ეს სამშვიდობო საზოგადოებისგან ამდენად არის მზაობა და უშუალოდ სახელმწიფო მხრიდან როგორც ვხედავთ არ არის პირიქით დემონიზება ხდება როგორც აღნიშნეთ შენც აი რამდენად არის თვითონ არასამთავრობო ან სამოქალაქო სექტორის მხრიდან მზაობა იმისა რომ მიიღონ ახალგაზრდები და ჩართონ ამ პროცესში. კი ბატონო, აქაც მე მგონი მნიშვნელოვანია რომ განვასხვაოთ ცხადია ხო არის რაღაცა სფეროები რაც მოითხოვს რაღაცა გამოცდილებას, რაღაცა მხრივ სოციალურ კაპიტალს დაგროვილს, ხო, ნდობის ფაქტორს შეეხება, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებიც აი პიროვნული ურთიერთობების გამო ცხადია მათი ჩართულობა არის მნიშვნელოვანი, რაც ახალგაზრდებს უბრალოდ ვერ ექნებათ ამ ეტაპზე, მაგრამ ის რომ თუნდაც მოხდეს კიდევ უფრო მეტად დემოკრატიული სტრუქტურის შექმნა, რომელიც ახალგაზრდებს მისცემდა საშუალებას, მე მგონი ამ ხრივ ძალიან ბევრია სამუშაო იგივე არასამთავრობო სექტორშიც და საექსპერტო წრეებშიც და აი ცოდნის გადაცემა და უწყვეტობა, ხო, რაღაცა პროცესების, იმიტომ რომ მხოლოდ რაღაცა ჩაკეტვა ასაკობრივი ამ ინიციატივების, ამ პროცესების არ იქნებოდა სწორი
განსაკუთრებით საუბრობთ იმაზე, რომ აი რაღაცა ის პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს, ხო? გულისხმობ მაგალითად აი ამ ნდობის აღდგენის პროცესებს და ამავდროულად თუ იქ არ იყო თაობათა შორის კავშირი, ცხადია ეს პრობლემა იქნება. მე ვფიქრობ, რომ დღეს ამასთულებით არის პრობლემები არასამთავრობო სექტორში და მნიშვნელოვანია, მე მგონი ორმხრივი მუშაობა და ახალგაზრდების ყოველთვის ისინი, ვინც უკვე არიან ჩართული, მაგალითად თქვენი საინიციატივო ჯგუფი და სხვა კიდევ მეტად თქვენ ხმენაც პროაქტიული, ესე ვთქვათ, დიალოგი რა, ეს თაობათა შორისი დიალოგი ამ მიმართულებით, რომ უფრო მეტად მოხდეს მართლა რაღაცა შეჭიდულობა, ესე ვთქვათ და გადაცემა აი ამ აზრების გამოცდილების და ისევე როგორც სიახლეების შემოტანა განსხვავებული ხედვების კრიტიკის, ხო, რომ მაგალითად შეიძლება ითქვას, რომ რაღაცეებმა ამდენი წელი ემედის და არ გაამართლა უბრალოდ და მოდი რაღაცხანერად ვცადოთ და ასე შემდეგ, ხო და მით უმეტეს თან ეხლა გაუცხოება ყველაზე მეტად ცხადია ახალგაზრდებშია გამყოფი ხაზების მიღმა და აქედან გამომდინარე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად არა მარტო რომელიღაცა სფერო გადარჩეს, არამედ უბრალოდ საზოგადოებებს შორის რომ გადარჩეს ელემენტარული დიალოგის ხაზი, ხო, რომ ახალგაზრდები ერთმანეთს კონდეს რაღაცა ტიპის საერთო მაინც დარჩენილი, იმიტომ რომ აი ამ გაუცხოებამ მე მგონი ძალიან საგანგაშო ფორმა მიიღო და მე მგონი მიზანმიმართულადაც ხედავთ ხოლმე ახალგაზრდებს გათიშვას ერთმანეთისგან და ეხლა იყო მე მგონი აი 2 თუ 3 დღის წინ პუტინის განცხადებაც უშუალოდ აფხაზ ახალგაზრდებზე რომ აი ამ მიმართულებითო რაღაცა ბევრი აქვს რუსეთს სამუშაო, რომ კიდევ უფრო მეტად დაახლოვდნენ, ხო, იმიტომ რომ მაშინ ნახეს, რომ რამხელა წინააღმდეგობა წამოვიდეს სწორედ ახალგაზრდებიდან, იქ აფხაზეთში, ხო, იგი ბიჭვინთის საკითხზე და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, თუ ხედავთ, რომ აი ეს ოფიციალურად ოკუპანტი სახელმწიფო ამას მიზანმიმართულად აკეთებს, რომ ახალგაზრდებს შორის იყოს სრული გახლეჩვა, ამას უნდა დავუპირისპირდეთ, ხო, და თუ ჩვენ მაგალითად როგორც რაღაცა ეს სექტორი ამას ვიაზრებთ, მე მგონი კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორედ აი მე-16 ელემენტისნაირი საინიციატივო ჯგუფების მეტი და მეტი გააქტიურება და ნდობის აღდგენის პროცესში ჩართვა. ვანო, აი ამ ხრივ რა მდგომარეობა გვაქვს თუნდაც სოხუმში ან ცხინვალში ახალგაზრდების ჩართულობა, ან რამდენად არიან ისინი ჩართული ამ საბჭოთა პროცესებში, სურთ თუ არა ზოგადად ჩართულობა და რა მდგომარეობა გვაქვს? ჩემი დაკვირვებით, რა თქმა უნდა, აინტერესებთ აფხაზ და ოს ახალგაზრდებს ეს საკითხები, მაგრამ აქ ძალიან დიდი სხვაობა დემოგრაფიულად იმდენად ძიმე სურათი არის, ასე იგი, ოსური მიმართულებით, იმიტომ რომ თითქმის ყველა წასულია ვლადიკავკაზში, ანუ ახალგაზრდები აღარ ჩერდებიან ცხინვალში ან გარშემო რაიონებში და შესაბამისად რო წდომა არ აქვს მათზე და აფხაზეთში ცხადია საკმაოდ აქტიური ახალგაზრდები არიან, იქ რაღაცა ყოველთვის ცდილობენ რომ კულტურული ცხოვრებაც იყოს ახალგაზრდებისთვის, იყოს რაღაცა უფრო მეტად შესაძლებლობები რომ თუნდაც იმოგზაურონ, რაღაცა პროექტებში ჩაერთონ და უფრო მეტად აქვთ ეს რაღაცა ევროპაზე ორიენტირებული მსოფლმხედველობა. მაგრამ აქაც ძალიან ბევრი პრობლემაა, ხედავთ იქაც იგივე თუნდაც ეს კონსერვატიული ფრთა შიგნით აფხაზურ საზოგადოებაში როგორც ცდილობენ რაღაცა მათ გაჩუმებას, ამას ემატება თვითონ რუსეთიდან მომდინარე წნეხი, რომელმაც ძალიან ისეთი მიზანმიმართული პოლიტიკური სახე მიიღო, რომ ესენი უნდა იყვნენ გაჩუმებულები, განსაკუთრებით როგორც აღნიშნა ამ ბიჭვინთის აგარაკების პროტესტის მერე და შესაბამისად სულ უფრო და უფრო მეტი ასე ვთქვათ წნეხი იქნება რუსი კურატორებისგან, რომ აი საზოგადოების, აფხაზეთის საზოგადოების ეს აქტიური ნაწილი იყოს მიჩუმებული და ქონდეს ძალიან ბევრი ასე ვთქვათ თვითცენზურა პირველ რიგში. აქედან გამომდინარე არ არიან ისინი მარტივ მდგომარეობაში და
თავისთავად ვერაფერი ვერ მოხდება გულისხმობ აი ამ კონტაქტების აღდგენას, ხო, თუ რაღაცა არ იქნა მისი რესურსი, ფინანსურიც და ადამიანურიც, რომ ამ ხაზებს შორის იყოს კავშირები. ანუ იცი რა მაინტერესებს, აი როდესაც ეს ჯგუფი ხდება, თუნდაც აფხაზეთიდან, ცხინვალიდან და თბილისიდან ერთად რომელიმე რაღაც ნეიტრალურ ტერიტორიაზე, აი როგორი სახე აქვს ხოლმე შენ დაკვირვებით მათ შეხვედრას, როგორც ვთქვით, გაუცხოებული საზოგადოება, კულტურულად, ესე ვთქვათ, სხვა ბევრი მიმართულებით გეოპოლიტიკურად ახალგაზრდებში ენობრივი ბარიერი არსებობს აი ამ შეხვედრის დროს და მაინტერესებს შენი დაკვირვება როგორია, როდესაც ეს ორი გაუცხოებული საზოგადოების წარმომადგენლები, განსაკუთრებით ახალგაზრდები ხდებიან ერთმანეთს. კი, პირველ რიგში თვალსაცემია ხოლმე ენობრივი ბარიერი. ანუ ჩვენთან უკვე რუსული რაღაც აღარ იციან ახალგაზრდებმა, არ იციან, ხოლო იქ უკვე ინგლისური ცოდნა არ არის ეგეთ მაღალ დონეზე, კაცთან გავრცელებულობის კუთხით და შესაბამისად, აი პირველ თვალსაცემი არის ხოლმე გაუცხოების აი ეს ენობრივი მხარე. მეორე ცხადია არის უკვე განათლების საკითხი, იმდენად განსხვავებული ნარატივებით ისწავლება იქ უახლესი ისტორია და ჩვენთან იმასაც ვერ იტყვი რაღაცა განსხვავებული კუთხით ისწავლება, ანუ მიზანმართ ჩვენთან თითქმის საერთოდ არ ისწავლება, ანუ ახალგაზრდებმა თითქმის არ იციან ეს პერიოდი, იციან ძალიან ზერელედ, იციან მხოლოდ რუსეთის კონტექსტში და შესაბამისად არც არაფერი ბევრი არგუმენტი არ აქვს ხოლმე რაღაც საკითხებზე, ანუ უბრალოდ ფაქტების ცოდნის პრობლემა არის ხოლმე, რომ რაღაცები იყო მაგალითად ხო 90-იანებში. და აქედან გამომდინარე უფრო მეტად რაღაცა ნაკლებად სენსიტიურ თემებზე, უფრო მომავალზე ორიენტირებულ საკითხებზე შეიძლება იყოს ხოლმე საუბარი და ნაკლებად აი ამ რთულ საკითხებზე, მაგრამ ორივე მხრიდან და ეს ალბათ არ არის მაინც და მაინც ექსკლუზიური მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, მაგრამ შეიძლება უფრო მეტად რაღაცა ჩანდეს ამისი იდენტობა, ეს არის აი ორივე მხარეს აქვს მსხვერპლის იდენტობა, ანუ არ არსებობს გამარჯვებული მხარე ამ კონფლიქტში და ეს კიდევ უფრო მეტად ართულებს ხოლმე აი ამ დიალოგს. ორივე, რომ ერთი ამბობენ, რომ ამ ხელა ადამიანური დანაკარგი იყო, მეორე ამბობენ, რომ დევნილები იყვნენ მეორე მხარეს, რომლებიც ანუ აი დღემდე რთულეს მდგომარეობაში არიან და შესაბამისად არ არის კლასიკური რაღაცა მსხვერპლისა და გამარჯვებულის შეხვედრა, ხო, ორივე რაღაცა არის, აი და რაღაცა დაჩაგრულ მდგომარეობაში და ძალიან რთულია ხოლმე მერე რაღაცებზე საუბარი. იმიტომ რომ და მაგას ქვია არის მაგალითად აკადემიურ სფეროში კონკურენტული ვიქტიმიზაცია, ხო, ანუ ვინ უფრო მეტად დაზარალდა. აი მაგაში მიდის ხოლმე შეჭიბრი და არა იმაში მაგალითად მაგის მტკიცებაში მიდის. ესე იგი მთელი დრო და არა იმაში რომ აი რა შეიძლება გაკეთდეს და ასე შემდეგ, ხო, მაგალითად იგივე წარსულის გააზრების კუთხით ან რამ. და ცხადია აი ეს აცდენები ძალიან თვალსაცემია და ალბათ დრო გავა თუ არაფერი არ ვიმოქმედეთ, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. აი ეს დიაპაზონი და ის თემები სულ უფრო შეიზღუდება, რაზეც შეიძლება საუბარი, რომელიც ფუნდამენტური არის კონფლიქტის მოსაგვარებლად. აი მეც რამდენიმე განსმენია, რომ ქართველები როცა შეხვედრიან უცხოეთში განსაკუთრებით აფხაზ ახალგაზრდებს ან ახალგაზრდებს ეგრევე დაპირისპირება ყოფილა, იმიტომ რომ აი რაღაც ელემენტარულ საბაზისო საკითხებზეც კი ვერ შეთანხმებულან და მე ეს გაუცხოება იმდენად დიდია ჩვენს და ამ საზოგადოებებს შორის, რომ ფაქტობრივად ხდება ეს პირდაპირი ლოზუნგებით საუბარი, ვიდრე რაიმე დიალოგზე გადასვლა და ეს მგონი არა მარტო ახალგაზრდების თაობაში, არამედ უკვე ასე ვთქვათ სხვა თაობებშიც აშკარად ჩანს. ვანო მე მინდა რომ გადავიდეთ უკვე გაეროს რეზოლუციაზე, რომელიც ეხება ახალგაზრდების მშვიდობას და უსაფრთხოებას, ზოგადად რას მოიცავს ეს რეზოლუცია და რა ასე ვთქვათ დღის წესრიგს ატარებს. კი ბატონო. ხო, ეს რეზოლუცია 2015 წელს მიიღო გაეროს მუშაობის საბჭომ. მანამდე შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება ერთი 7-8 წლიანი მუშაობაც უძღვოდა წინ და ცხადია ეს ინსპირირებულია ქალების მშვიდობისა და უსაფრთხოების რეზოლუციით და მთელი რაღაცა წინარე პერიოდით, რომელიც ასევე მას უძღვოდა, ხო? და თვითონ
ცხადია ეს რეზოლუცია მნიშვნელოვანია, ეს არის პირველი ესეთი გლობალურ დონეზე აღიარებული ჩარჩო ლეგიტიმაცია ახალგაზრდებისთვის, რომ სწორედ ეხლა არა მომავალში, არამედ ეხლა უკვე ისინი იყვნენ ჩართულები გაზრდების მიღებაში. იმიტომ რომ თუ 18 წლის ასაკის ადამიანი შენ მიყავს ომში, ხო, და ესე იგი პოლიტიკური საკითხის სამხედრო გადაწყვეტილებაში შენ მას ენდობი და ყავს პირდაპირ ჩართული და მას როცა პოლიტიკური საკითხის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ისინი არიან სრულად გარიყულები, ეს არის ძალიან დიდი დისბალანსი. და უბრალოდ არ არის გამართლებული, ხო? ანუ არ არის სამართლიანი. და ეს რეზოლუცია, აი რო არ იცოდა ეს ათაური, გეგონებოდა რაღაცა დემოკრატიული манифеסטი. და ეგეთიც არის, ხო? რაღაცა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული საკითხების გამოაქტიურებელი, იმიტომ რომ პირდაპირ უკავშირდება დემოკრატიული საზოგადოების არსებობა მდგრადი მშვიდობის შენარჩუნებას და სწორედ ეს ახალგაზრდული ელემენტი აქვს მას ეს დამატებული, ხო? და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ აი ამის ხაზგასმა, რომ ახალგაზრდები უნდა იყვნენ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულები და სწორედ აი მშვიდობის საკითხები არის პოლიტიკური საკითხი უპირველეს ყოვლისა და არა უსაფრთხოების საკითხი. და აქედან გამომდინარე ცხადია ყველა კონტექსტში განსხვავებულად არის აღქმული ხა ეს რეზოლუცია, იმიტომ რომ იქ სადაც მიმდინარე კონფლიქტია, იქ სხვა ტიპის გამოწვევებია, იქ არის მაგალითად სხვა სვეტები, რომელიც ეხმება იგივე აი ამ რაღაცა დაცვას, მართლმსაჯულების საკითხებს და შემდეგ, მაგრამ იქ სადაც ეს კონფლიქტი არ არის, შეიძლება იყოს უფრო მეტად მაგალითად პრევენციაზე საუბარი, ან რეინტეგრაციაზე ყოფილი მებრძოლების და ასე შემდეგ, ხო? და აქედან გამომდინარე ფიქრობ, რომ ეს ჩარჩო უფრო მეტად უნდა რაღაცნაირად იყოს წინ წაწეული, თუნდაც იგივე ახალგაზრდების მიერ, მაგრამ ცხადია უშუალოდ მთავრობების მიერ, მაგრამ რომ ნახოთ რა პროგრესი არის მიღწეული ამ პერიოდში არის ძალიან მცირე. არაფერი განსაკუთრებული ვიტყოდი და ეხლა ისევ აი ამ მილიტარისტული და რაღაც სამხედრო კრიზისების გააქტიურების ფონზე კიდევ უფრო მეტად არის უკან გადაწეული აი ამ დღის წესრიგის ვითარება, იმიტომ რომ რაღაცნაირად არასერიოზულად არის აღქმული რა ეს ისევ და ისევ იმის გამო რომ ეს ახალგაზრდები არის რაღაც მომავლის საკითხი და არა აწმყოს. აი ეს თვითონ რეზოლუცია რამდენად არის ესე ვთქვათ ასახული თუნდაც საქართველოში ჩვენ ვისაუბრეთაც თუ ისე, მაგრამ თვითონ უშუალოდ რეზოლუციის მიმართ საქართველოში რაიმე თუ კეთდება რა პროგრესი გვაქვს ამ მიმართულებით. რეზოლუცია ოფიციალურად ნახსენებია ახალგაზრდების სახელმწიფო სტრატეგიაში 2023-2026 წლებში, როგორც ერთ-ერთი გზამკვლევი დოკუმენტი, მაგრამ იმის მიღმა არაფერი განსაკუთრებული არ წერია. უბრალოდ ჩამონათვალში არის მოხვედრილი. აქედან გამომდინარე, არაფერი ესეთი მნიშვნელოვანი ამხრივ არ არის, აქვს მაგალითად იგივე შერიგების საკითხებს სახელმწიფოს აპარატს ახალგაზრდების რაღაც ახალგაზრდული ჯილდო, მაგრამ ეგეც რამდენად ჯდება აი ამ ყველაფერში არ ვიცი, რამდენად თვითონ უკავშირებენ პირველ რიგში აი ამ რეზოლუციას. ხო, და ამ მხრივ ძალიან ცოტაა გაკეთებული, ესე იგი ჩვენთან თითქმის არაფერი. ვიტყოდი, მხოლოდ ინიციატივა არის იგივე არასამთავრობო დონეზე, იგივე ახალგაზრდების დონეზე თქვენც იყავით ჩართული იმ პროცესებში და ეს არის და ეს პრინციპში და მთელი რიგი სფეროებია, რაც საჭიროებს ყურადღებას, წინ წაწევას და ბრძოლას ელემენტარულად. კი ბატონო, აი რაღაც სამომავლო პერსპექტივაზეც რო ვისაუბროთ, აი რა სისტემური ცვლილებებია საჭირო იმისთვის, რომ ახალგაზრდების რეალური ჩართულობა მოხდეს სამშვიდობო პროცესებში და უფრო ეფექტური გახდეს მათი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა. კი ბატონო, მე მგონი ზოგადად ამას დემოკრატიული რეფორმები ჭირდება. ცხადია, ხო, ანუ ისევე როგორც იგივე სოციალურ-ეკონომიკური, ამისთვის აქვს კონკრეტულ ქვეყნებს მიზანმიმართული პოლიტიკები, იგივე ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის კუთხით, განათლების კუთხით, შეიძლება რაღაცნაირად იყოს პრიორიტეტიზირებული, ხო, იყოს იგივე კვლევითი გრანტები და ამას ჭირდება რაღაცა გააზრება, რომ ახალგაზრდები არიან ყველაზე
ესე იგი მოწყვლად მდგომარეობაში და მათი ამაში არაფერი ისეთი მე ვფიქრობ კატასტროფა არ არის რომ რაღაც თავიდან ყოველთვის ხელოვნური ბერკეტები შეიქმნას იმისთვის რომ აი ეს დემოგრაფიული ჯგუფი კიდევ უფრო რაღაცა ხელი შეეწყოს ხო იგივე ახალგაზრდა მკვლელებს და ასე შემდეგ და უფრო მეტად იყოს მიზანმიმართული პროგრამები ამ მიმართულებით იგივე უნივერსიტეტებში და ასე შემდეგ მაგრამ იმისთვის რომ აი მათი ხმა იყოს გაგონილი ამას შეიძლება ცხადია დემოკრატიული მექანიზმები და არა რაღაცა დეკორაციული ფუნქციები რომ აი რაღაცა საკონსულტაციო საბჭოებია შექმნილი და ამისთვის საკმარისია ხო არა არამედ რაღაცა ვფიქრობ რომ უფრო მეტად უნდა იყოს ამ თემებზე ადვოკატირება შეიძლება რაღაცა კვოტებიც იყოს ამ მიმართულებით ესეც არ არის გამოსავალი მაგრამ როგორც თქვი შეიძლება უფრო მეტად აი რეპრეზენტაციულ ნაწილში იყოს წინ ცხადი პირველ რიგში მე კიდე ვიტყოდი რომ პოლიტიკურ პარტიებს რომელსაც ფასადურად აქვთ ეს ახალგაზრდული ორგანიზაციები აი მანდ უნდა მოხდეს პირველ რიგში დემოკრატიზაცია და ეს ახალგაზრდული ორგანიზაციები მართლა უნდა წარმოადგენდნენ მნიშვნელოვან შემადგენელს პოლიტიკური პარტიების მაგრამ ხედავთ რომ როგორც მმართველი პარტიის ისე ოპოზიციას ეს აქვს ფასადურად და აი მხოლოდ არჩევნების წინ რა დროშის ქნევის ბიჭება და გოგოებად ყავთ ნაქცევი რაც ცხადია იგივე ახალგაზრდებს უკლავს мотиваციას ხო რომ არაფერი ღირებული და პოლიტიკური მდგენელი მაგ ყველაფერს არ აქვს შესაბამისად ვფიქრობ რომ აი ამ დონეზე უნდა დაიწყოს რეფორმები რაღაცა თუნდაც იძულების მექანიზმები იგივე კანონმდებლობის კუთხით რომ რეალურად ეს წარმოადგენდეს აი მასაკობრივ კიბეს ხო და კარიერულ კიბეს იგივე პარტიების შიგნით და ასევე მთელი რიგი მიზანმიმართული პროგრამები იყოს ახალგაზრდების მდგომარეობის გასაუმჯობესო ცოდნის გასაძლიერება და ასე შემდეგ ხო ანუ ერთ-ერთი ყინულმჭრელი რაც იგივე ახალგაზრდებში არის ცოდნა ცხადია და აქედან გამომდინარე აი ეს სფერო თუ ჩვენ ამბობთ რომ დღეს ეს გაუცხოება საგანგაშო დონეზეა უკვე ასული და ჩვენ თუ არ კიდევ უფრო გავაძლიერეთ ეს სამშვიდობო პროცესები, მშვიდობის კვლევა, ნდობის აღდგენის სფეროს გაჯანსაღება, ხო? უბრალოდ ეს დაგუჯდება ძალიან ძვირ ფასად და ამის გადახდა მოგვიწევს, როცა იქნება შესაბამისად ეხლა არის სამოქმედო და აქედან გამომდინარე ახალგაზრდების ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება იგივე მთელი რიგი პროგრამები იყოს, სახელმწიფო სთხოვოს დონორებს, რომ ახალგაზრდების ახალგაზრდული პროექტების დაფინანსების კუთხით კიდევ უფრო მეტი რესურსი ჩაიდოს. ანუ ძალიან ბევრია სამუშაო. თითქმის აი ნოლიდან არის რაღაცები დასაწყები და აქედან გამომდინარე არ ვიცი, რამდენად შევძლებთ საერთოდ ჩვენ აი ამ რთული ვითარებიდან გამოსვლას. ანუ მე მაინტერესებს აი თვითონ სამშვიდობო განათლება რა მიმართულებით არის ხა, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ასე ვთქვათ საბაზისო მდგენელი არის ახალგაზრდებში, რაღაცნაირად ამ თემებზე საუბრის და სკოლიდან უკვე შეიძლება რომ ამ თემებზე იყოს ასე ვთქვათ მსჯელობა და ამ ხრივ მე რომ სკოლაში ვიყავი არ მახსოვს არანაირი ასე ვთქვათ ესეთი ტიპის ну რაღაც სამოქალაქო განათლება შეიძლება გვესწავლო, მაგრამ ისეთი არ ეს რა ეტაპზეა ამ მიმართულებით. ჩვენთან ეს სამშვიდობო განათლება თითქმის არ ისწავლება. პირველად იყო შარშან რომ ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში ჩაიწერა ხო რომელიც არის რაღაცა ესეთი გზამკვლევი დოკუმენტი ზოგადად რას უნდა ემსახურებოდეს სასკოლო განათლება და იქ არის უკვე ნახსენები რომ ერთ-ერთი პრიორიტეტია აი ამ შვიდო ესე იგი ისეთი ადამიანის აღზრდა რომელიც შეძლებს კონფლიქტების შვიდობიანად მოგვარებას ხო რაღაც ჰარმონიაში იქნება საზოგადოებასთან და ასე შემდეგ. ეს ცხადია ძალიან კარგია რომ ეს ჩანაწერი გაჩნდა, მაგრამ კონკრეტულად არც ცალკე საგანი არ არსებობს ამაზე, არც ინტეგრირებული ესე სასწავლო გეგმა არც აი უნარების განვითარების კუთხით და ეხლა ეს სამშვიდობო განათლება არ მოიცავს ცხადია მხოლოდ რაღაც ისტორიის სწავლებას, არამედ ეს არის ყოველდღიურობა, ხო? ეს არის იგივე სკოლაში ბულინგისგან დაცვა, იგივე მართლა
რაღაცა ფიზიკური დაპირისპირებების მინიმიზაცია, ხო, რომ პირიქით უფრო რაღაცა დიალოგით საუბრით გადაწყდეს ნებისმიერი პრობლემა. პირველ რიგში ესე იგი გაცნობიერება, რომ შეიძლება პრობლემა კონფლიქტი გქონდეს შენ საკუთარ თავთან და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს არის დაწყებული ინდივიდუალურ დონიდან ასული ჯგუფურ დონეზე და მე ადის და ადის უფრო აი საზოგადოებრივ და სახელმწიფო დონეზე, ხო? აქედან გამომდინარე ეხლა თითქმის არაფერი არ არის ამ კუთხით, მარტო შეიძლება რაღაცა საკითხები არის გაბნეული სამოქალაქო განათლებაში, მაგრამ ცალკე სამშობლო განათლების აი ეს ინტეგრირებული სისტემური მიდგომა ჩვენთან არ არსებობს და აქედან გამომდინარე მე ვიღაცებს გონიათ რომ შვიდობა არის მხოლოდ აი იარაღის ხმარო არისმის, ხო? ან რაღაცა საომარ ვითარებები არა და შვიდობა როგორც აღმოჩნდა დაწყებულია ინდივიდუალური დონიდან დამთავრებული, რა ვიცი, გლობალური დონიდან და თუ შვიდობა არ არის ესე ვთქვათ არც ერთ დონეზე და მაინც და მაინც იარაღს უყურებთ, ხო? მაშინ არა გაქვს შენ შვიდობა, ხო? აქედან გამომდინარე ეს სამშობლო განათლება სწორედ აი მის გაცნობიერებას უნდა ემსახურებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ ისე და ისე ეს ჩვენთან, ჩვენ სასკოლო სისტემაში ჯერ კიდე არ არის ინტეგრირებული, ამაზე ქონდა მისამართული კამპანიებიც, პროექტებიც, ვცდილობთ ამ თემა გავააქტიუროთ ჩვენც ორგანიზაციულად, ცალკე სხვადასხვა თანამოაზრე ადამიანებთან ერთად, მაგრამ ესეც მე ვფიქრობ, რომ დაკავშირებულია ისევ და ისევ აი ამ ზოგად დემოკრატიულ ვითარებასთან ქვეყანაში. ანუ შენ ახსენე აი ახალგაზრდების ჩართულობის ნებისმიერი ფაქტობრივად ხერხი რაც გვაქვს ჩვენ ძირითადად არის ფორმალური და ემსახურება იმას, რომ აი ახალგაზრდებიც არიან აქ და ჩვენთან ერთად ზიან და მე რაც მქონია ყოველ შემთხვევაში გამოცდილება ყველგან იყო, რომ აი ჩვენი მომავალი თაობა, მაგრამ რეალური გადაწყვეტილების მიღების პროცესში ნაკლებად ვიყავით ჩართულები. მე მაინტერესებს ზოგადად ახალგაზრდებს რა სტრატეგია შეიძლება გქონდეს, რომ ჩვენი ხმა უფრო ხმამაღლა ისმოდეს ამ პროცესში, თუნდაც სამშვიდობო მიმართულებით და ზოგადად აი რაღაც პოლიტიკურ ან გადაწყვეტილების მიღების პროცესში. კი ბატონო, პირველი ყველგან არის ორგანიზება. თუ ორგანიზებული არ არის, ინტერესთა ჯგუფი იქნება, იდენტობას დაფუძნებული ჯგუფი იქნება, თუ ასე შემდეგ, ხო? გამორიცხული არის ის ქმედებაში გადაითარგმნოს მისი აზრები. აქედან გამომდინარე, ბევრი ესე თვითორგანიზებული ჯგუფი გჭირდება, რომელიც შეძლებს რაღაც საკითხების წინ წაწევას, ხო? იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, არსებული სტრუქტურული ვითარება ისეთია, რომ ის არასდროს ზემოდან არ წამოვა კეთილინებით, რომ მოდი მე ახლა რაღაც ახალგაზრდებს რაღაცა ხელს შევუწყობთ და ასე შემდეგ, ხო? და ისინი მაგალითად ის ჯგუფები, ვინც არიან აქტიურები, გულისხმობ ახალგაზრდულ ჯგუფებს, მათ მე ვფიქრობ, რომ უნდა ფიქრობდნენ, როგორ შეიძინონ მეტი თანამოაზრე, როგორ გადაითარგმნოს მათი ეს იდეები მოქმედებაში და მე შეიძლება უფრო რაღაც თემების აქტუალიზება. და მე ვფიქრობ, ესეთი საკითხები უნდა წამოვიდეს სამოსტატო სივრციდან, სტუდენტების სივრციდან, იმიტომ რომ ეს არის რგოლი, რომელსაც უკვე აქვს რაღაცა თვითგამორკვევის, ასე ვთქვათ, იდენტიფიცირების რაღაც დონეზე უკვე მისულია, უკვე მეტნაკლებად იცის, ისი მიღწევა უნდა აქვს, თავისი ხედვა, აქვს ცოდნა და აქედან უნდა წამოვიდეს, ხო? რაღაცა ბევრი ცვლილება, ბევრი მოთხოვნა. მაგრამ აი ჩვენ ხედავთ, რომ სტუდენტური ცხოვრება დღეს რაღაცა ძალიან ესეთი შეზღუდული არის, არაფერი, ასე იგი, ბევრი ინიციატივა იქიდან არ მოდის, თუნდაც იგივე სწავლების გაუმჯობესების კუთხით, ხო, რომ მათ შეძლონ, რომ აი ეს თავიანთი მდგომარეობა მაინც გაუმჯობესდეს. და აქედან გამომდინარე, რაღაცა ის ქრონიკული პასიურობის რეჟიმი არის ბევრ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის და ასევე დემოგრაფიულ ჯგუფში, ხო, და მათ შორის ახალგაზრდებში, რაც ვფიქრობ, რომ ცვლილება საჭიროებს, გამოცდილება საჭიროებს და როგორც აღნიშნე, ამას ვერავისთვის ვერ გააკეთებს, ხო? თუ იქიდან არ წამოვიდა. ეს არის ნებისმიერი ცვლილების კლასიკა. გულისხმობ, თუნდაც შენ რაც არ უნდა, არ ვიცი, ცენტრიდან ყვებო რაღაცა პროტესტი, თუნდაც რომელიმე რეგიონში ეს ვერ იმუშავებს, თუ იქ რეგიონზე არ არის ხო ესეთი განწყობა და რაღაცა და შესაბამისად, თუ ახალგაზრდებში არ გაჩნდა ეს რაღაცა მოთხოვნების მუხტი და ცვლილებების მოტანის მუხტი, მე ვფიქრობ, რომ ეხლა რაც არ უნდა, რა ვიცი, პენსიონერულ ასაკის მქონე ხალხმა მხარი დაუჭიროს მათ მოთხოვნებს, ესე
იქნება ვერანაირად ვერ დაიჭრება ეს საკითხები, ხო და ზოგადად ნებისმიერი ცვლილებაც ესე მუშაობს, რომ არასდროს დიდი მასა ამას არ აკეთებს. ანუ ეს ყველაფერი არის ცირე ადამიანებიდან, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი კონფლიქტოლოგი რიჩარდ რუბინშტაინი თავის წიგნში, რომელიც ეხება სწორედ აი სტრუქტურული კონფლიქტების საკითხებს, მას ეძახის ფერმენტაციას, ხო? ანუ პატარა ჯგუფი ახდენს დიდი ჯგუფის ფერმენტაციას, ანუ თავისი იდეებით, თავისი სტრატეგიებით და შეაქვს ეს საკითხები. და მე იწყება სწორედ აი მოქმედებაში გადათარგმნა. და თუ ეს არ მოხდა, ცხადია, თუ ეს ფერმენტაციის პროცესი არ მოხდა, ცხადია ის დანარჩენი უბრალოდ ვერ გამოფხიზლდება და ვერ გაარკვევა. მართულია ძალიან, იმიტომ რომ აი როგორც თქვი, ეს სახელმწიფო დემონიზება ხდება ახალგაზრდების და ამ გარემოში ძალიან რთულია, რომ ახალგაზრდამ და განსაკუთრებით სოციალური ქსელებიც ახდენს ამაზე გავლენას, იმიტომ რომ აი რაღაცა თუ მოხდა ისეთი, მე შეხვდა სოციალურ ქსელებში აი ამ ახალგაზრდის დემონიზება მიდის ყველა მხრივ და მე ახდენს ეს გავლენას თვითონ ახალგაზრდებზე და რთულია, რომ ამ პროცესში რაღაცნაირად დაიწყო და გადალახო ეს ბარიერი, თან როცა ხარ ახალგაზრდა და როგორც ვთქვი, ამდენი სოციალური პრობლემა გაქვს. ძალიან დიდი პრობლემაა, ძალიან დიდი პრობლემა. მაგრამ ფაქტია მეორეს მხრივ, რომ აი ეს თუ მართლა რაღაცა ზოგადი დემოკრატიული ფონი არ გაუმჯობესდება, ამ ვითარებაში ჯერ კიდევ დიდი ხანი მოუწევთ ახალგაზრდებს ლოდინი, რომ მათი პრობლემები დადგეს პოლიტიკურ დღის წესრიგში. აი ბოლოსკენაც რო წავიდეთ თვანო მაინტერესებს და შენგან მოვისმენდი რაღაცა რჩევებს და რეკომენდაციებს იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც დაინტერესებულია ზოგადად სამშვიდობო პოლიტიკით, ან ისე ვთქვათ, საგარეო პოლიტიკით თუნდაც, ან კონფლიქტებით, ან საფრთხოებით და სურს რომ ამ პროცესში ჩაერთოთ, აი რა რჩევებს მიცემდი, რა რეკომენდაციები. ეს იწყება ცოდნით, მე მგონი, ხო? ანუ აი ეს ცოდნის დაგროვება, კვლევა ამ საკითხების და არ მხოლოდ რაღაცა ერთი მხრიდან დანახული საკითხის, ხო, არამედ მრავალ პერსპექტიული სურათის დანახვით, ასევე იმ სტრუქტურული პრობლემის ანალიზით და თვითგამორკვევით, ანუ კითხვების დასმით ზოგადად. აი რატო არის ეს მდგომარეობა შექმნილი თუნდაც იგივე ესე იგი ახალგაზრდების აი ეს მოწყვლადი მდგომარეობა რითია განპირობებული პირველ რიგში, ხო? მერე მათ როგორც აი მოწყვლად ჯგუფს, რომელსაც მთელი რიგი სტრუქტურული პრობლემები აქვს გადასალახი, რამდენად რეალისტურია, ან რა რეალისტური ქმედებებით შეუძლიათ მათ აი ამ პროცესში შესვლა, რა ბრძოლების გადატანა მოუწევთ, როგორ შეუძლიათ მოკავშირეების მოძებნა და ასე შემდეგ. და მე მგონია, რომ ცხადია ეს ყველაფერი ცოდნის პარალელურად, ცოდნის დაგროვის პარალელურად შეიძლება მოხდეს და მაქსიმალურად გამოყენება იმ ესე იგი იმ დროისა, რომელიც მათ ექნებათ, ხო და აქვთ მაგალითად იგივე სწავლის პროცესის პარალელურად. რაც ხშირად შეზღუდულია სამწუხაროდ ზოგს უწევს შრომა, თვით გადარჩენაზე ორიენტირებული და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ მეორეს მხრივ აი ეს რაღაცა თვით გამორკვევის გარეშე და აი ეს აქვს სწორედ ეს ტერმინი შემოღებული ძალიან ცნობილ ბრაზილიელ განათლების მკვლევარს და პედაგოგს პაულო ფრეირეს, რომელსაც აქვს ნათქვამი სწორედ ეს თვითგამორკვევის აქედან იწყება გააზრების, ხო? ჟარგონულად ვთქვათ, აზრზე მოსვლის. შემდეგ იწყება ცვლილებები. და ეს აზრზე მოსვლა ძირითადად ხდება შენ გარემოს დანახვით, რაშიც ხარ, რაღაც ცოდნის დაგროვებით იგივე არაფორმალური კუთხით და ასევე უპირველეს ყოვლისა იმისი, რომ აი ამ მდგომარეობის არარომანტიზებით. და ჩვენთან ეს პრობლემა არის, რომ თითქოს ახალგაზრდების აი ეს რაღაცა მოწყვლადობა არის რომანტიკული მდგომარეობა, ესე უნდა იყოს, ეს არის პოეტური მდგომარეობა, რომელიც არის დროებითი და რაღაც უნდა გადაილახოს და რაღაცა არასეულოდ დანახული, ხო, თავადვე ახალგაზრდების მიერ და რაც არის დამანგრეველი რა და სწორედ ეს ქმნის მე აი ამ რაღაცა თვითცენზურის მექანიზმებსაც. შესაბამისად ვფიქრობ, რომ აი ამ სტრუქტურული პრობლემის ანალიზით იწყება და ცოდნით, იმიტომ რომ აი რომ გაარღვიო აი ეს ყინული, ესე ვთქვათ, ხო, რომ გაჭრა ეს ყინული, მაგისთვის გინდა ცოდნა
თან განახლებული ცოდნა, რაღაც განსხვავებული პერსპექტივა და მე ვიტყოდი, რომ არ უნდა შეუშინდნენ ესეთ რთულ საკვლევ თემას, როგორიც არის ეს კონფლიქტების საკითხი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად იგივე აი ამ ჩემს კურსელებშიც იყო ეს ტენდენცია, რომ უფრო შეიძლება, არ ვიცი, ცივი ომის პერიოდი ეკვлия თან რაღაცა ამერიკა-ჩინეთის დაპირისპირება, ვიდრე ჩვენი რეგიონი. და თუ ჩვენ ვამბობთ განსაკუთრებით ხო ეს ახალგაზრდებში სამართლიანად ცხადია არის ხოლმე ესე ტენდენცია, რომ აი რუსეთი ოკუპანტია და ასე შემდეგ, მაგრამ იმის მიღმა რა პროცესები ვითარდება რუსეთში, ანუ თითქმის არავინ არ იცის. და არც ადამიანები იციან, არც კლანებს არავინ სწავლობს, არც ფსიქოლოგიად გაწყვეტილების მიღების, არც მთელი რიგი ესე იგი ტერიტორიული განსხვავებები იქ რა არის, ხო? და იგი მაგალითად კავკასიაში რა მდგომარეობა და ასე არავინ არ იცის. და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. იმიტომ რომ მხოლოდ რაღაცა ზოგადი ტერმინების მიღმა უნდა ვცდილობთ გავიგოთ და შევისწავლოთ რაღაც საკითხები. მადლობა დიდი ვანო შეფრთხილისთვის და თქვენი ჩვევებისთვის ახალგაზრდებს. მადლობა.